ქრისტე აღსდგა სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა უკვე მეორე კვირაა რაც ვიზეიმეთ აღდგომის დღესასწაული და ჩვენ ყველანი გძნობთ როგორ გვიჭირს იმ განწყობის შენარჩუნება რომელიც ჩვენ გქონდა ნებიშვიდეულში და შემდეგ აღდგომის დღესასწაულზე და შეიძლება პირველსავე დღეებში. ეს იმას ნიშნავს რომ მიუხედავად იმისა რომ ჩვენ წინვალე შვიდეულში ყოველდღე გქონდა წირვები მიუხედავად იმისა რომ იმის შემდგომაც ყოველდღე წირვებია ფაქტიურად შეიძლება ასე ითქვას გვაქვს შესაძლებლობა უფალთან ხშირი ერთობისა ზიარებისა მიუხედავად ამისა ჩვენ ხედავთ როგორ გვიჭირს და ეს იმის ბრალია რომ ჩვენს მიერ განცდილი აღდგომის ეს დღესასწაული წინვალე არ იყო ისეთი სისავსით როგორც უნდა განვიცადოთ წარმოუდგენელია ხო რომ მოციქულებმა რომელმაც იხილეს მკვდრთით აღდგარი მაცხოვარი წარმოუდგენელია რომ მათ ეს რაღაცნაირად მინავლებულიყო მათში ეს გზნობა და განცდა იმიტომ რომ შეუძლებელია რომ ისეთი გამოცდილება რაც მკვდრთით აღდგარი მაცხოვრის ხილვა არის ისეთი გამოცდილება უბრალოდ ჩვენში მინავდეს და ისეთი ძალის აღარ იყოს რომელიმე დროს და ეს იმას ნიშნავს რომ ჩვენი განცდა მკვდრთით აღდგარი მაცხოვრისა ჩვენში არის ძალიან სუსტი ან საერთოდ არ არის ან თუ არის ძალიან სუსტი და ისეთია რომ აი ესეთ გამოცდებს ვერ უძლებს და კიდევ ერთხელ ვიწყებთ შრომას ვაგრძელებთ შრომას რომ გქონდეს სწორე სულიერი ცხოვრება, სწორი სარწმუნოებრივი ხედვა, იმიტომ რომ სწორე სულიერი ცხოვრება, სწორი სარწმუნოებრივი ხედვა ეს არ არის უბრალოდ თეორია, ჩვენ ძალიან ბევრი რამე შეიძლება ვიცით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის, საჭიროა ცხოვრების წესი და ცდელობა რომ უკან არ დავიხიოთ. და ვიყოთ მებრძოლის სულის რომ გავიმარჯვოთ საკუთარ თავზე, დაცემულ ბუნებაზე, ამას უფლის სულზე. ეს ძალიან რთულია და პრინციპში შეუძლებელიც არის ღვთისდახმარების გარეშე შეიძლება ასე ითქვას. და აღდგომის შემდგომი კვირაები, იცით, პირველი თომას კვირა არის, ეხლა მენელსაცხებლე დედათა ხსენებაა, შემდეგ კიდე მივაღწევთ ღვთისმადლი დანარჩენ კვირებს, ყველა ეს კვირები ისე როგორც დიდმარხვის წინა კვირები არის განსაკუთრებული კვირები, თუ დიდმარხვის წინა კვირები შეიძლება ასე ითქვას, იყო მარხვისათვის მოსამზადებელი, მარხვის კვირა დღეები იყო მოსამზადებელი ნებიშვიდეულისათვის, ნებიშვიდეული იყო მომზადება აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან შეხვედრისათვის, აღდგომის შემდგომი კვირა დღეები არის ეკლესიის კვირა დღეებში ეკლესიის ცდელობას ვხედავთ ჩვენ რომ გვასწავლოს თუ როგორ ვიცხოვროთ სწორად, რას ნიშნავს სწორი სულიერი ცხოვრება, რა განწყობები და რა მდგომარეობა უნდა გქონდეს შიგნით, რომ შევინარჩუნოთ ის სიხარული, რომელიც აღდგომას მოაქვს. ჩვენ წინა კვირა იყო თომას კვირა, იცით, და ეხლა არის მენელსაცხებლე დედების კვირა და მენელსაცხებლე დედები განსაკუთრებულნი არიან უფლის მოწაფეებს შორის. თავიანთი განსაკუთრებული ერთგულების გამო უფლისადმი მე ვგულისხმობ ამ შემთხვევაში უანგარო ერთგულებას, რომელიც არ იმდენად განსჯაზე, რაციონალურ აზროვნებაზე, არამედ სწორედ გულზე არის დამყარებული, გზნობაზეა დამყარებული და ადამიანის შინაგან ცხოვრებაზე შეიძლება უფრო მეტად არის დამყარებული და სწორედ აი აქედან გამომდინარე წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს სწორედ მენელსაცხებლე დედებთან დაკავშირებით, რომ სარწმუნოებრივი ცხოვრება სრულ ადამიანს უნდა მოიცავდეს და მენელსაცხებლე დედების და მოციქულების სარწმუნოებას ადარებს. ერთმანეთს გახსოვთ თომას კვირაში როგორი განწყობა აქვთ მოციქულებს არ ჯერათ მენელსაცხებლე დედების და არ ჯერათ თვით იმ ორი მოციქულის ლუკასი და კლეოპასი რომელმაც იხილეს გახსოვთ ემაუსისაკენ მიმავალ გზაზე არავისი არ ჯერათ თომა მოციქულსაც არ ჯერა ანუ მოციქულებს
რაციონალურადაც სურთ დარწმუნდნენ, რომ ეს დიდებული სასწაული ეს საოცრება მოხდა, ანუ მოხდა კონკრეტით აღდგომა. და მენასაცხებლე დედები და მოციქულები ჩვენი ცხოვრების ორი მხარეაო, თეოფანე დაყუდებული ამბობს, მენასაცხებლე დედების მაგალითზე საუბრობს, რომ ჩვენ სულიერ ცხოვრებას გრძნობა აქვს და მეორე ეს არის განჯა, ანუ საერთოდ ცხოვრებას, გზნობისა და განჯის უნარი და წმინდა თეოფანე დაყუდებული ამბობს, რომ გზნობის გარეშე ცხოვრება, საერთოდ ცხოვრება არ არის, უსიცოცხლოა, მკვდარია, სიყვარული იქ არ არის, გესმით, სიცოცხლე არ არის, თუ არ არის გზნობა, მაგრამ განჯის გარეშე თეოფანე დაყუდებული ამბობს, ცხოვრება ბრმა არის. ამიტომ ჩვენ ერთიც უნდა გქონდეს და მეორეც უნდა გქონდეს. საერთოდ ქალებთან, დედაკაცებთან პირველი უფროა გზნობა, მამაკაცებთან განჯა უფროა, მაგრამ თითოეულს დედაკაცებსაც, მამაკაცებსაც ორივე უნდა გქონდეს. აი მაგალითად ხშირად არის ხოლმე თქვენ საყვედურს გეუბნებით, როცა წმინდა წერილთან ცოტა ისეთი გულგრილი დამოკიდებულება გაქვთ. და ამ საყვედურს გეუბნებით იმასთან დაკავშირებითაც, რომ წმინდა წერილს თქვენ კითხულობთ ისეთივე არასწორი მიდგომა გაქვთ წმინდა წერილის კითხვასთან დაკავშირებით, როგორც ლოცვებთან დაკავშირებით, როცა ადამიანი ცდილობს ლოცვა წაიკითხოს და თვლის ლოცვა, ასევე ადამიანი ცდილობს რომ სახარების და სამოციქულოს თითო თავი წაიკითხოს და თვლის ის სახარებას კითხულობს. არც პირველ შემთხვევაში გვაქვს ლოცვა, არც მეორე შემთხვევაში გვაქვს სახარების კითხვა. სახარების კითხვასაც ის სიღრმის მიცემა ჭირდება, როგორც ლოცვას. როცა ჩვენ სახარებას ვკითხულობთ, დავანებოთ თავი ამ ერთი თავი სამოციქულო და ერთი თავი სახარება. წავიკითხე და ბედნიერი ვარ და კმაყოფილი ვარ. ამას არაფერი არ მესმის, ვერაფერს ვერ ვიგებ და წლები გადის და ჩემი ცნობიერება არ იძერწება, არ იცვლება სახარების მიხედვით, არ იკვებება სახარებით, იმიტომ რომ მე ვკითხულობ ერთ თავს სამოციქულოს, ერთ თავს სახარება, ზოგი ორ თავს სამოციქულოსაც კი კითხულობს, ესეთი კურთხევა აქვს, შედეგი კიდე არ არის. და ეს ეთყობა ჩვენს ცხოვრებას, ჩვენს ცნობიერებას, ყოველ ექსტრემალურ სიტუაციაში, როდესაც მე სულიერი თვალსაზრისით განსასწრების წინაშე ვდგები, აღმოვაჩენ ხოლმე, რომ პასუხი არ მაქვს იმაზე, თუ როგორ მოვიქცე და თქო რომ მოდიხართ ხოლმე და ვსაუბრობთ, აღმოვაჩენთ ხოლმე ჩვენ ერთად, რომ პასუხი წმინდა წერილში, ზუსტად შენ კონკრეტულ შემთხვევაში პასუხი წმინდა წერილშია. და შენ ეს არ იცოდი, არის განსაკითხული არა გაქვს, თუ კითხულობ, რაც ზოგი საერთოდ არ კითხულობს, ეს სხვა შემთხვევაა. კითხულობ, მაგრამ კითხულობ სიღრმისეული განჯის გარეშე, როცა სახარება გიჭირავს და როცა კითხულობ, აი განჯასთან დაკავშირებით ვამბობ, მე გზნობა და განჯა თუ რაოდენ აუცილებელია. როცა კითხულობ, ყოველ მუხლზე უნდა გქონდეს აი ეს კითხვები. მუხლი ხო, მუხლი, სამოციქულოდან, სახარებიდან, განსაკუთრებულად ძალიან მთელი წმინდა წერილი ღვთივსულიერია, მაგრამ აი პავლე მოციქულს როგორი ღრმა სიტყვები აქვს, ხო, იგივე იოანე მოციქულს და ასე შემდეგ. კითხულობ და კითხვა, რას ნიშნავს აი ეს მუხლი? რას ნიშნავს? რატომ წერია ასე? რისთვის წერია? რას მეუბნება? რისის თქმას სურს? კითხვები დასვით, ნუ გეშინიათ კითხვების. ჩაუღმავდით, გაჩერდით, ხო, აი ეს წავიკითხე, კი რა არის? რას ნიშნავს ეს? რა არის? რას მეუბნება? რას გულისხმობს მოციქული, მახარებელი, რას გულისხმობს? თუ ესი არ გავაკეთეთ და უბრალოდ იკითხე, რას ლაპარაკობს? სულ ზედაპირზე ვიქნები და სიღრმეში ვერასოდეს ვერ ჩავალ. აი, როდესაც ადამიანი ცდილობს, რომ სწორად იცხოვროს, ჩაუღმავდეს და ღვთისნება გაიგოს წმინდა წერილში, როცა ადამიანი ცდილობს ლოცვისას ღმერთთან დიალოგში შევიდეს, როცა ადამიანი ჰარმონიულად ახერხებს გზნობისა და განჯის, აი ამ ჰარმონიაში მოყავს ეს ორი თვის, ეს ორი უნარი ჩვენი ცხოვრებისა და სულიერ ცხოვრებაში ორივეს თანაბრად იყენებს, როცა ადამიანი სწორ სულიერ ცხოვრებას ცდილობს და სწორ გზაზე დგას, სულიერად ვითარდება ადამიანი და სულიერი განვითარების ერთ-ერთი ნიშანი. უამრავი ნიშანი აქვს სწორ სულიერ ცხოვრებას, მაგრამ ერთ-ერთი ნიშანი არის ის, რომ ჩვენ ამ დროს უკვე აღარ ვეძებთ ზებუნებრივ, აღარ ვეძებთ, შეიძლება მოვიდეს, მაგრამ მე არ ვეძებ ზებუნებრივ სულიერ განცდებს და აღარ ვეძებ ხილულ სასწაულებს. შეიძლება მოხდეს ეს ხილული სასწაულები, მაგრამ აღარ ვეძებ. საქმე იმაშია, რომ დაცლილია სულიერი ცხოვრება მისტიკისგან.
სუბიექტური ღმერთთან ურთიერთობის სუბიექტური გამოცდილებისგან. დაცლილი არ არის, მაგრამ აი ჩვენი ღმერთთან მყოფობა და ჩვენი სწორესულიერი ცხოვრების შემთხვევაში რაღაც სხვა სიმაღლეზე ადის და უბრალოდ ზებუნებრივ განცდებს და ემოციებს და რაღაც აი არ ვიცი, რაღაც წინასწარმეტყველურ განცდებს, რაღაც ნათლი რაღაცის, აი ანუ ის რასაც ხშირად რაც გავს ეგზალტირებას, რაც შეიძლება მივახციოთ ჩვენი ეგზალტირებული მაძიებლობით და გადამეტებული ემოციებით და ეს ყველაფერი მეასახარისხოვანია. ღმერთთან ურთიერთობა თუ ჯანსაღი სულიერი ცხოვრება სხვა რაღაცას იწვევს და იმ სათნოებებს აღორძინებს ჩემში, რომელიც სათნოებებიც ხშირად გვითქვავს, ხშირად არის სხვადასხვა ადგილას ნახსენები წმინდა წერილში, იგივე სიმშვიდეს, სიმდაბლეს, იგივე იმ სათნოებებს, რომელსაც პავლე მოციქული სულიწმიდის ნაყოფებად მოიაზრებს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ იქ ამ შემთხვევაში აღარ აქვს ადგილი ამ გარეგნულ რაღაც ეგზალტირებას, კიდევ ერთხელ ხას უსვავ. რაც შეეხება სასწაულებს, სწორად სულიერად ცხოვრებით მაცხოვრებელი ადამიანისათვის მთელი ცხოვრება, დილიდან საღამომდე, ყოველი შეხვედრა, ყოველი ჩასუნთქვა, ამოსუნთქვა, ყველაფერი სასწაულს უკავშირდება, იმიტომ რომ სასწაული ჩვენთვის არის არა გარეგანი ხილული რაღაც ზებუნებრივი მოვლენა უბრალოდ, რომლის გაკეთებას ეშმაკსაც შეუძლია. თუმცა ეს პირობითად არის ზებუნებრივი, მაგრამ ჩვენთვის, როცა ჩვენ ამის გამოცდილება რა გვაქვს, ჩვენთვის ზებუნებრივად იქცევა. ეშმაკსაც შეუძლია ჩვენი სტუნება, არამედ სასწაული სინამდვილეში ქრისტიანისათვის სხვა რამეა. ეს არის სასწაულის სხვა დატვირთვა, შინაარსი. ძველ ქართულ ენაში სასწაული ნიშნავს ნიშანს, ღმერთისაგან მოცემულ ნიშანს. ყოველი სასწაული არის ნამდვილი სასწაული, არის ნიშანი ჩემთან ღმერთის მყოფობის. და თუ ადამიანი სწორესულიერი ცხოვრებით ცხოვრობს, ის ყოველ ნაბიჯზე ხედავს ყველგან, რომ ღმერთი მასთან არის, ღმერთი მას ზრუნავს იმ დონეზეც კი, რომ არც ერთი ღერი თმა არ ვარდება მისი თავიდან. აი ამ დონეზე ყოფით სამყაროში ჩიტი არ ვარდება, ერთი შემთხვევით არ დავარდება ჩიტი დაბლა, როგორც უფალი გამარტავს, ხო? ანუ იმის თქვა მინდა, რომ სწორესულიერი ცხოვრების შემთხვევაში ჩვენი მთელი ცხოვრება სასწაულია, ყველაფერი სასწაულია, ანუ ყველგან ღმერთის ჩვენთან ყოფობის ნიშნებია. ამიტომ ადამიანი აღარ ეძებს, მირონი გამოუვიდა, რაღაცა დაემთხვა, არ ეძებს ამას, თვითონ არის მთელი ცხოვრება ესეთი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია გვახსოვდეს. იმიტომ რომ ძალიან ხშირად სწორედ ჩვენ ვაწყდებით ამას სასულიერო პირებიც, როცა ადამიანები ეგზალტირებულნი, არა ჯანსაღად მაცხოვრებელი, გარეგან სასწაულს გამოდევნებულები და რომ მოდიან საერთოდ ქრისტიანული თვალსაზრისით ესეთი ადამიანები არაადეკვატურები ხდებიან, ვერ იგებ, უბრალოდ ვერ გიგებს, მას არ ესმის სწორი ქრისტიანული ენა და სამწუხაროდ ჩვენი სამრევლო ამისგან შორს არ არის. ჩვენ ხშირად გვჭირს ესეთი რაღაცები და ძალიან ფრთხილად ვიყოთ, არ გვჭირდება ეს. მე როცა საუბრობთ შინაგან ცხოვრებაზე, მე მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო მე საცხებლე დედების წინა კვირა, როდესაც თომა მოციქული აღიარებს უფალს მას შემდეგ, რაც იხილავს მის ჭრილობებს. და ნახეთ, გახსოვთ რა ეუბნება, რქვა მას იესო, რამე თუ მიხილე და გწამს, გახსოვთ ეს სიტყვები. და ნეტარ არიან, რომელთა არა უხილავ და რწმენ. და აი ეს სიტყვები სწორედ იმასთან კონტექსტში მინდა გითხრათ, რასაც წეგან გესაუბრებოდით, რომ შინაგანი ცხოვრება, ჩვენი შინაგანი ცხოვრება არის ისეთი რწმენის საფუძველი, რომელიც ჩვენ ნეტარებას გვანიჭებს. ნეტარია, ვისაც არ უხილავ და რწმენე. ანუ მე არ მიხილავს ხორციელი თვალებით თითქოს, ხო, ქრისტე, მაგრამ
ის რწმენა, რომელიც მე მაინც მაქვს მის მიმართ. სწორედ აი ესეთი რწმენა, როცა თითქოს და ჩემი ხორციელი ხუთი გზნობის ორგანოთი აღქმული არ მაქვს, არო თითქოს გარეგანი სასწაული მე არ მიხილავს, მაგრამ შინაგანი ხილვით ხედავ რა ღმერთს, ანუ ჩემი რწმენა შინაგანი ღმერთთან ჩემი რწმენა გამტკიცებული არა შინაგანი ურთიერთობით ღმერთთან, სწორედ აი ესეთი რწმენა არის ნეტარების, ანუ ბედნიერების მომნიჭებელი. იმიტომ რომ ეს არის რწმენა, რომელიც ჩემ შინაგან ცხოვრებას ცვლის და არა გარეგნულს. გარეგანი სამწუხაროდ დიდხანს ვერ გასტანს და ვერ, აი მაგალითად ანტონ სუროჟელი ესეთ რამეს ამბობს, რომ თომა მოციქულს ყველა მოციქული ეუნება, რომ იცი რა, ჩვენ ვიხილა და არ ჯერა, ხო თომას, გასაგებია აქ მას განჯით უნდა ჩაწყვეს ეს ერთი და აქედან გამომდინარე დომინანტია განჯის უნარი და ეს არის პრობლემა, გული ვერ გაუხსნა ჯერ ღვთის სიტყვას და მადლს, მაგრამ არის მეორე რამ, რასაც სუროჟელი ამბობს, რომ მოციქულებმა კი გაიხარეს, როცა ნახეს უფალი, მაგრამ მათი შინაგანი ცხოვრება არ გამოიცვალა. მათ გარეგნულად გაიხარეს, ეს საოცრება იყო, მაგრამ შინაგანი ჯერ კიდევ ინერციულად ძველ მდგომარეობაში იმყოფებოდა. შინაგანი ნათელი ჯერ არ ჰქონდათ. ამიტომ შინაგანი ცხოვრება, სწორედ ამიტომ ხას უსვავს მერე უფალი, ნეტარია ის, ვისაც არ უხილავს და მაინც წამს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ეს შეუძლებელი არის შინაგანი ცხოვრების გარეშე, რასაც ჩვენ სულ საუბრობთ. შინაგანი ცხოვრება, გონიერი ლოცვა, ისიხასტური ლოცვის პრაქტიკა, იესოს ლოცვა, აუცილებელია და თვით ტექსტის ლოცვებით, იმიტომ რომ მე ვატყობ ესეთ რამეს, რომ ჩვენ ხო ამაზე ვსაუბრობთ და მიუხედავად იმისა, რომ სულ ამაზე ვსაუბრობთ, მაინც მოდიან ადამიანები და მაინც ხედავთ, რომ პრობლემა აქვს, იმიტომ რომ მაინც არ აკეთებენ ისე, როგორც საჭიროა. ადამიანები თვით სამრევლოშიც არიან ისე, რომლებიც ცდილობენ, რომ კანონად დისციპლინის თვალსაზრისით დაიდონ ტექსტის წაკითხვა ანიდან ჰოემდე და სულ ვეუნებით არ გვინდა ესე. ვიმუშაოთ არა იმაზე, რომ ტექსტი წავიკითხოთ ბოლომდე, არამედ ვიმუშაოთ იმაზე, რომ თითოეული სიტყვა ჩვენი სულის მოთხოვნილებად ვაქციოთ და ამისათვის ჩვენ უბრალოდ დრო დავინიშნოთ, რომ არ გავზარმაცდეთ, დრო დავინიშნოთ და იმ დროში ვეცადოთ თითოეულ სიტყვის გათავისებას და არა უბრალოდ ტექსტის გათავისებას თლიანობაში, როცა თითოეული სიტყვასთან მუშაობა ვერ ხერხდება და ჩვენი მცდელობა რომ ჩაუღმავდი არ გამოდის, იმიტომ რომ დაცემულ ბუნებას ვერ მოატყვილებ, ის ყოველთვის ეცდება რომ სწრაფად მოიცილოს, იმიტომ რომ მან იცის დაცემულმა ბუნებამ რომ აი ეს ტექსტი უნდა წავიკითხო და ჩემი გეგმა უნდა მოვათავო, ამიტომ ის ეცდება რომ მოგიცილოს თავიდან, შენი სურვილი რომ თითოეულ სიტყვას ჩაუღმავდი არ გამოვა, მაგრამ როცა დროს დაინიშნავ და როცა იცის დაცემულმა ბუნებამ რომ იმ დროის გასლამდე შენ ლოცვას ვერ დაასრულებ და უკვე იმ პერიოდში შენ თითოეულ სიტყვაზე მუშაობ და არსად არ გეჩქარება იმ დროის ფარგლებში, მაშინ უკვე დაცემული ბუნებას მოთვინიერება ხერხდება, დაცემული ბუნების მოთვინიერება ხერხდება და შესაძლებელი ხდება თითოეულ სიტყვის გათავისებისათვის შრომის გაწევა. და კიდევ ერთხელ კითხვა რომ დავსვათ, როგორ მოხდა რომ მოციქულების მახარებლები გახდნენ მელნსაცხებლე დედები. რატომ გამოეცხადათ მათ პირველი? რატომ ხდება რომ მოციქულები გახდნენ? გრიგოლ პალამა წმინდა წერილის მათემახარებლის პირველ რიგში და დანარჩენი მახარებლების ანალიზით ახერხებს რომ დაადასტუროს წმინდა გრიგოლ პალამა რომ პირველი მე ადრეს მითქვია ეს წინა წლებშიც პირველი მკვეთრით აღდგარი მაცხოვარი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. ის სხვა მარია მათემახარებელთან რო არის 28 თავის დასაწყისში, სწორედ ის სხვა მარიამი არის სწორედ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და ანუ პირველი გამოეცხადა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, შემდეგ მელნსაცხებლე დედებს, რომლებიც გახდნენ მოციქულთა მახარებლები და ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს გასაგებია რატომ? ანუ ვინ იხილა და ეს ჩვენთვის სამაგალითოა, ვინ იხილა პირველად მკვეთრით აღდგარი მაცხოვარი და შესაბამისად რა მდგომარეობა ჰქონდა მას, რომ მან იხილა და არა სხვა? ღვთისმშობელმა. რატომ? იმიტომ რომ ღვთისმშობელის გულში ყველაზე ძლიერად იყო იესო ქრისტე, ჯერ ერთი მის წიაღში ჩაისახა და მანშვა და მე ეს და ნუ დედაა, ხო, ხორციელად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მაცხოვრისა. ეს ჩვენთვის სამაგალითოა, იმიტომ რომ თუ ჩვენ გვინდა რომ მკვეთრით აღდგარ მაცხოვარს და აღდგომის გამოცდილებას მუდამ ვატარებდეთ ჩვენში და ის ჩვენს გამოცდილებას იქცეს, ჩვენი გულით მუდამ ხედავდეთ მას, მკვეთრით აღდგარ მაცხოვარს ჩვენში,
საჭიროა რომ ამ კუთხით ღვთისმშობელს მივბაძოთ რომ ჩვენს გულში მუდამ იყოს უფალი ჩვენი იესო ქრისტე ანუ კვლავ მივადექით სწორედ იმ გონიერ ლოცვას რომლის გარეშეც უბრალოდ შეუძლებელია რომ ადამიანი ქრისტეს გარეშე ქრისტეთი იყოს ქრისტეთი ცხოვრობდეს მე ცოცხალი მე კი აღარა ვარ არამედ ჩემში ცოცხლობს იესო ქრისტე იესოს ლოცვის და გონიერ ლოცვის გარეშე შეუძლებელია იმიტომ რომ იესოს ლოცვა არის ის შესაძლებლობა ის ოღონა იმ გონიერი ლოცვის ის სიხასტური პრაქტიკით როცა სუნთქვა მიბმულია ქრისტეზე გულისცემა მიბმულია ქრისტეზე ჩვენი ფიზიოლოგიაც კი მიბმულია ქრისტეზე და შესაბამისად სული და ხორცის ერთობიდან გამომდინარე უკვე ჩვენში მკვიდრდება ჩვენს გულში მკვიდრდება ქრისტე თავისი მადლით და ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა ჩვენთვის შესაძლებელი გახდება აღდგომის ხილვაც შინაგანი ხილვაც გათავისებაც და ჩვენ გულში მუდამ ყოფით აღდგარი მაცხოვრის ტარება ეს ერთი ღვთისმშობლის მაგალითი და მეორე მენასაცხებლე დედები როგორც ქრისტეს აღდგომის პირველი მხილველი და מחარებელი რატომ იყვნენ ესენი მენასაცხებლე დედები და არასხვები იმიტომ რომ მათ ჰქონდათ ყველაზე მეტად ერთგულება თავგანწირული ერთგულება ქრისტესთან ანუ რწმენა ყველაზე მეტად მათში გამოვლიდა თავგანწირულ ერთგულებაში შესაბამისად კიდევ ერთხელ სწავლებაა ჩვენთვის რომ ჩვენ თუ გვინდა რომ მარადილ სიცოცხლეს რომელსაც გვაზიარებს კვდათით აღდგარი მაცხოვარი მარადილ სიცოცხლეს ჩვენში ვატარებდეთ მაშინ ჩვენ უნდა ვეცადოთ რომ ესეთი უანგარო ერთგულებით ვწამდეს უანგარო თავგანწირული ერთგულებით ვწამდეს ქრისტესი როგორც მენასაცხებლე დედებს წამდათ უანგარო სიყვარულით არა იმიტომ რომ ამას ელოდნენ მისგან იმიტომ რომ მოკვდა მათ ხო არ იცოდნენ რომ აღდგებოდა მოკვდა დამთავრდა ყველაფერი და ისინი მაინც ერთგულებენ და ეს ერთგულება იყო საშიში იმიტომ რომ მღვდელმთავრებს გაფრთხილებული ყავდათ პილატე რომ შეიძლება მოიპარონო მოციქულებმა იქ იყვნენ სამხედროები რომლებიც იცავდნენ ანუ იქ იყო სიბნელე ღამე და საშიში იყო იქ მისვლა იმიტომ რომ იყო ეს გაფრთხილება მოპარვასთან დაკავშირებით, სხეულის მოპარვასთან დაკავშირებით, თან იცით ის სამხედროების მაშინდელი სამხედროების ველური ბუნება, ბუნებრივია, სიძულვილი ქრისტეს მოწაფეებისადმი და შესაბამისად დაუცველი დედების მისვლა იქ როგორი სახიფათო იყო, სასიკვდილოდ სახიფათო იყო, მაგრამ ისინი არაფერს არ დაგიდებენ, ისინი მიდიან და რის გამო? მხოლოდ ერთი რამის გამო, უანგარო სიყვარულის გამო. ასე რომ კიდევ ერთხელ ეკლესია გვეუბნება ვიყოთ ერთგულნი ქრისტესი უანგაროდ ბოლომდე ჩვენს გულში ვატარებდეთ მუდამ იესო ქრისტეს ჩვენი სუნთქვა ჩვენი გულისცემა შეერთებული იყოს იესო ქრისტეს სახელს ანუ ვისწავლოთ ნამდვილი გონიერი ლოცვა და ეს ყველაფერი გახდება საწინდარი იმისა რომ ჩვენ ვიქნებით ქრისტეს ყდრეთით აღდგომის ხილველნი შინაგანად ჩვენ გვექნება რწმენა გარეგანი ხილვის გარეშე და შესაბამისად ამგვარი რწმენიდან გამომდინარე ვიქნებით ბედნიერი და ნეტარნი ამინ მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა ამინ ქრისტე აღსდგა